გასულ შეხვედრას ვინც ვერ ესწრებოდით, ჩვენ ლიტურგია გავიარეთ, მართალი გითხრათ ახლა ვერ ვიტყვი რომ შესაძლებლიანად სიტყვით როგორც თქვა სასურველია ხოლმე ამას ადამიანმა იცოდეს, მაგრამ რაღაცა ყოველ შემთხვევაში წარმოდგენა რომ შევქმნოდა საერთოდ რაზე არის საუბარი, თუ რაღაცა შინაარსი ამ ლოცვებისა მოქმედებისა, რომელი მოქმედებაც გარეგნულად შეიძლება ჩვენ ვხედავდეთ, რომ აღესრულება თქვათ გამოსვლა, შესვლა, მცირე გამოსვლა, დიდი გამოსვლა. დღევანდელ დღეს მართალი გითხრათ, მე რაღაცა კონკრეტული არ დამიგეგმავს, რაზე უნდა ვისაუბროთ. თქვენთან, იმიტომ რომ დღეს ალბათ ჩვენი შეხვედრა იქნება თავისუფალი შეხვედრა, ახალ თემას არ დავიწყებ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მე 3 კვირის განმავლობაში მივლინებით მივდივარ და არ ვიქნები საქართველოში. შესაბამისად, ახალი თემის დაწყებას ვფიქრობ, რომ არ ღირს. რომ ჩამოვალ, კვლავ გავაგრძელოთ მერე უკვე საუბარი, რაღაც ესეთი იდეა გქონდა, რომ წამსის განმარტება უნდა დაგვეწყო. ხო, მაგრამ დღევანდელ დღეს ჩვენი საუბარი წარმართოთ კითხვა-პასუხის რეჟიმში. თუმცა კი ორიოდე სიტყვით კვლავ შეგახსენებთ, რაზე იყო საუბარი, რა წავიკითხეთ, რაზე ვისაუბრეთ და რა გამომრჩა, რაღაცები გამომრჩა და შევეცდები რომ ახლა შევავსო. პირველ რიგში, როდესაც მე დაფაზე ჩამოვწერე და თქვენ ყველამ შეხედეთ 24 საათიანი მსახურების ციკლი, რომელიც 3 საათში ერთხელ არის, მთელი ეს ციკლი მიემართება ერთ რამეს. ყველაფერი ეს მსახურება ერთ რამეს, სწორედ აი ამ ევქარისტიას. ყველა ეს მსახურება აქეთკენ არის მიმართული, უნდა იცოდეთ, რომ ესე იგი თუ ამ ყველა მსახურებას ადამიანი აღასრულებს, იმიტომ რომ ევქარისტიისთვის ემზადდება. ეხლა უნდა დავსვათ ასეთი კითხვა. თუ თქვათ იქ შუაღამიანი არ წამიკითხავს, არც მე-9 ჟამზე არ ყოფილვარ, ვერც ისერობის მოვასწარი, ვერც თქვათ რაღაცა ის, მაშინ როგორ უნდა დავწგე და როგორ უნდა ვეზიაროთ. სინამდვილეში ეს არის ესეთი საქმე. აი ათონის მთაზე ყველაზე კარგად ჩანს ხოლმე ეს საქმე როგორ არის. როდესაც მიმდინარეობს ესეთი მსახურებები, აი თქვათ საათობრივი მსახურებები მწუხრი ამ საათზე თქვათ და სერობა ამ საათზე, ამ მსახურებას მთელი მონასტერი და მთელი საძმო ხშირად ვერ ესწრება. არის რომ რაღაცა საერთოა და აუცილებელია, რომ ყველა უნდა იდგეს, ესეთი მსახურება იყოს შეიძლება დღეში ერთი. მეტი ვერა. იმიტომ რომ ამ მონასტერში სადაც ცხოვრობს დაახლოებით, სულ რო 5 კაცი ცხოვრობდეს, მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ უფრო ადვილია 5, მაგრამ ხანდახან ათორმში მონასტრები არის 200 და 300 კაცი ცხოვრობს. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ისინი რომ ყველანი დადგნენ ამ მსახურებაზე, როგორ შეიძლება მათ მერე გააგრძელონ ცხოვრება. ვინმე უნდა დაახედოს ელემენტარული საჭმელი იმისთვის რომ არსებობა განაგრძოს ადამიანმა უჭმელი რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს მან მხოლოდ მსახურებით. თუმცა კი მხოლოდ ღვთისმსიტყვისგან ცხოვრობს კაცი, როგორც წმინდა წერილში წერია და არა პურისგან. მაგრამ ნახეთ რაზე ვსაუბრობ ახლა, როგორ არის ეს ამბავი გადანაწილებული. არის გადანაწილებული როგორც მორჩილება, სამონასტრო კურთხევა ესეთია, როგორც მორჩილება. რომ მაგალითად შენ გევალება დღეს ტრაპეზში მსახურება. შენ გევალება რომ უნდა დაალაგო. შენ გევალება რომ რაღაცა თქვათ სტუმრებს უნდა დახვდე ჭიშკართან და დააბინაო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტუმარი შემოდის და გადის ყოველდღიურ რეჟიმში ათონის თაზე. და ვისაც ევალება თქვათ მსახურების აღსრულება, ისინი დგანან ტაძარში. საერთო შესაკრებელი შეიძლება ყველას იყოს, როგორც უკვე გითხარით, აი თქვათ დავაწესეთ ესე რომ საერთო შეკრება გვაქვს საძმოს, თქვათ, ყველა ვინც ვიკრიბებით, დილის 6 საათზე თუ თქვათ 5 საათზე რაღაცა პარაკლისი. ამას ყველა დავესწარით, მე განაწილება მოხდა, ეს წინასწარ გაწერილი გრაფიკია, რა თქმა უნდა, რომ ვეუბნები, შენ სამზარეულოში, შენ სტუმრების დასახვედრად, შენ დასალაგებლად, შენ თქვათ იქ რაღაცის სხვა საქმის გასაკეთებლად. ხო, კი ბატონო, დანარჩენები წავედით და ვაგრძელებთ მსახურებას. იქ მე ცისკარი მივაბი, იქ მე შეიძლება ლიტურგია მოვაბი ამ ცისკარს, მაგრამ ამ ლიტურგიაზე, როგორც კი იწყება ზიარება, იცით პირველი ვინ ეზიარებიან? სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არ ესწრებოდნენ ამ მსახურებას. მათ დაუძახებენ, შემოვლენ ისინი, დადგებიან მწკრივში, ეს ტრაპეზარები, სტუმრის დამხვედრები და ასე შემდგომ, ეზიარებიან და გადიან კვლავ თავიანთ საქმეზე
და ესენი აქ აგრძელებენ დანარჩენები მსახურებას როგორც ჩვეულებრივ რეჟიმს. რას ნიშნავს ეს ამბავი? რატომ მოგიყევით მე რომ რაღაცა თითქოს დანაკლისი არის ხოლმე ჩვენ შორის რაღაც ადამიანი იტყვის ესეთ რამეს რომ აი მამაო ძალიან მწვენეა ვერ ვახერხებ სამსახურის გამო ლოცვაზე მოსვლას. მე მინდა გითხრათ რომ თქვენი სამსახური სწორედ ამ მსახურებას უნდა შეადგენდეს. თუ ასე მსახურებას არ წარმოადგენს თქვენი სამსახური, იმ სამსახურს უნდა დაანებოთ თავი. რას გულისხმობ ახლა მოგახსენებთ. თუ ეს სამსახური არ ემსახურება კეთილ საქმეს, ასეთ სამსახურში არ უნდა იმუშაოს ადამიანი. მაგალითად, თუ ექიმია, ექიმობა უნდა გააგრძელოს, მასწავლებელია, მასწავლებლობა უნდა გააგრძელოს. მაგრამ თუ კი იმითი არის დაკავებული, მაგალითად, რომ გაასაღოს ნარკოტიკები, რა თქმა უნდა, იმას არ შეეცვლება ეს საქმე, რომ საქმის აკეთებდა. არ აქვს მნიშვნელობა ახლა მძიმე მსუბუქი და ასე შემდგომ. სამსახური ნიშნავს იმას, რომელიც არის აუცილებელი სახელმწიფოსთვის, შენი ოჯახისთვის, კვლავ ასახელებ, სახელმწიფოსთვის, შენი ოჯახისთვის და ამაში მთლიანობაში ეკლესია იგულისხმება. სხვაგვარად შეუძლებელია. ამიტომაც მე როგორც მღვდელი ვდგავარ აქ და შეიძლება ვატარებ მწუხსაც, ცისკარსაც და შეიძლება სერობაც ჩავატარო და შეიძლება შუაღამიანიც თუ საქმის ჩატარება არ ტარდება ხოლმე საერთო ტაძრებში ესე ვიცოდეთ, მაგრამ რომ იცოდეთ ადამიანი რომელმაც ვერ მოახერხა, აი თქვათ რაღაც ხვალ არის დღესასწაული, კაი, ხვალ სახელმწიფო დასვენების დღეა, მაგრამ რომ დაემთხვეს ისე რომ არ იყოს სახელმწიფო დასვენების დღე და არის სვეტი ცხოვრება და გვინდა რომ ვეზიაროთ. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს, როდესაც წინა დღეს ვერ ვახერხებთ ჩვენ მსახურებაზე მოსვლას. ვარ სამსახურში, რა ვქნა ახლა სამსახურის თავი როგორ დავანებო? მე ამ ჩემი ოჯახი დგას ჩემს უკან. ჩემი ქვეყანაც დგას ჩემს უკან, არა მარტო ჩემი ოჯახი. იმიტომ რომ ასე რომ ყველა სამსახურს თავი დაანებოს, იმიტომ რომ წუხზე და ცისკარზეა გასაქცევი. ასე საქმე არაფერი არ გამოვა შემოძვირფასე. ამიტომაც ყველა აგრძელებს ბუნებრივია თავის საქმიანობას, იმ საქმიანობას, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ემსახურება ნამდვილად სახელმწიფოს, ოჯახის ინტერესებს და არანაირად რაღაცა ეგოისტურად ყველანაირი გზით არ ცდილობს ადამიანი, რომ მხოლოდ ფული კონდეს და მნიშვნელობა არ აქვს მისთვის რა გზით იქნებას და ეს როგორ იქნება. აქედან გამომდინარე, მსახურებად ითვლება ყველა მსახურება. განსაკუთრებით ეს ეხებათ ახალგაზრდა დედებს. ახალგაზრდა დედები ძალიან ხშირად მოსულან აი ამ ჩივილით, რა ვქნა მამაო, აი ბავშვები რომ ყავს ვერ მომდივარ და ამიტომ არ ვეზიარებ. ის უნდა ეზიაროს პირად, როგორც ის თუ ის მზარეული შემოდის იქედან და პირველი ეზიარება. როგორ ფიქრობ, ახლა მესამე და მეოთხე შვილი რო გააჩინა ქალმა, ის არ უნდა დადგეს და პირველი ის არ უნდა ეზიაროს. მე რა რომ წუხს და ცისკარს ვერ დაესწრო. ამიტომ არ შეიძლება ჩვენი აზროვნება რაღაც ასეთ ჩარჩოში ჩავსვათ და თქვა წუხს და ცისკარს ვერ დაესწარი თუ იმ მიზეზით რომ კოტრიალობდი ტახტზე დისტანციონით ხელში და არხებს სინჯავდი რომელზე უკეთესი გადიოდა გასართობი გადაცემა მაშინ ნამდვილად არ უნდა ჩადგე ამ ზიარების რიგში. მაგრამ თუ სამსახურის გამო, თუ ბავშვების გამო, თუ რაღაც ასეთი გადაუდებელი საქმის გამო არ მოხერხდა ის რომ შენ ეს 24 საათიანი ციკლი არ გაქვს შესრულებული, არ შეიძლება რომ ასეთ ჩარჩოში ჩავსვათ ჩვენ ადამიანები და უთხრათ რომ აუ შენ ახლა არ შეიძლება შენეზიარებაში. ამისთვის არსებობს სპეციალური კანონი, რომელ კანონსაც ქვია ზიარების წინა ლოცვები. ამ ზიარების წინა ლოცვების გარდა მოძღვარი დაგავალებთ კიდევ რაიმეს, ოღონდ ეს ინდივიდუალურია, არ მკითხოთ რას, იმიტომ რომ მე შეიძლება დავავალო დაუჯდომლის საკითხვა და ვიღაცამ შეიძლება დაავალოს ფსალმუნების საკითხვა და ვიღაცამ შეიძლება კიდე სხვა რამ მსახურება. ეს ინდივიდუალურია და ინდივიდუალურია ადამიანთან მიმართებაშიც. ერთი მოძღვარი საერთო მრევლზე ასეთ კურთხევას კი არ გასცემს, ინდივიდუალურად გასცემს. იმიტომ რომ რო ვიცი ახლა რომ ხვალ 9 თვის ორსული უნდა მოვიდეს და ეზიაროს, იმას მე არ დავავალებ ახლა რომ ამდენი კანონი წაიკითხე და იმდენი კანონი ვეუბნებ დაჯექი და რასაც შეგიძლია ისე წაიკითხე, იმიტომ რომ ვერ დგას ფერზე. ხო, ამიტომ აი ეს ყველაფერი გასათვალისწინებელი ამბებია და არ შეიძლება ერთ ჩარჩოში, ერთ ქვაბში ვხარშავდეთ ჩვენ და ამას ესე უყურებდეთ. ამიტომ უნდა გათავისუფლდეთ ამისგან, რომ ზიარება თქვენთვის გახდეს კიდევ ერთხელ ვამბობ, არა მიზანი, არამედ საშუალება ქრისტესთან მისვლისა. მიზნად არ შეიძლება დაისახო არც ზიარება და არც სხვა რომელიმე ესე იგი საიდუმლოება
ეკლესიაში აღსრულებული. არ შეიძლება ამის მიზნად დასახვა, რომ მე ახლა განწყობაც ხო შეიძლება ასეთი ვფიქრობდეს, მივალ ბეზიარები და კარგად გავხდები. შეიძლება საერთოდ არ გავხდე კარგად. არ ასეთი ჯადოქრული დამოკიდებულებაც არ შეიძლება საიდუმლოებებთან კონდეს ადამიანს. ნაი ჩემ შვილს მოგიყვანდა კარგად გახდება, უთქვამთ ხოლმე მშობელ ჩემს. კაცო, შენ შვილს კი მომიყვან შენ, მაგრამ მას უნდა. მას თუ არ უნდა რანაირად. აი როგორ რა გზით შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს. მას უნდა უნდოდეს. ამიტომაც ზიარება თუ არ არის საშუალება შენთან ქრისტესთან ერთობისა და თვითონ ზიარება გახდა მიზანი. უკვე აცნენილი ვართ მიზანს. უკვე გადახვეული გვაქვს გზიდან. აქედან გამომდინარე, ეს 24 საათიანი ციკლი, რომელიც თუ დავიწყებ, თქვა, ცისკრის ჟამნიდან და ასე მოვალთ შუაღამიანამდე, გამოდის რომ მხოლოდ წუხრი დაცისკარი კი არა, გამოდის რომ ამ პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ და ვილაპარაკებთ, მაშინ ყველაზე დასწრება არის საჭირო. აბსოლუტურად ყველაზე. იმიტომ რომ მარტო წუხრი დაცისკარი რატომ? რახან ყველაზე დიდხანს გრძელდება და ჟამნის შედარებით ცოტა ნაკლები? ამის გამო? არა, არავითარ შემთხვევაში. ეს არის 24 საათიანი ციკლი, რომელსაც ასრულებს ეკლესია, მაგრამ ამაში თანამონაწილეები ვართ ჩვენ, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი საქმიანობის და მიხედვით. და მოუკლებელად ილოცევდით, როდესაც ამას ბრძანებს პავლე მოციქული, მოუკლებელ ლოცვაში არ გეგონოთ თქვენ მხოლოდ ის იგულისხმებოდეს, რომ ესე იგი ადამიანი მუხლებზე დაჩოქილი და ხელება აპრობილი დგას, არამედ მოუკლებელ ლოცვაში იგულისხმება ის, რომ პედაგოგი რომ ძალიან თავდადებით ასრულებს თავის მოვალეობას, გულს და სულს დებს თავის მასწავლებლობაში. იცოდეთ რომ ეს ლოცვაა, იცოდეთ რომ ეს ღვთისმსახურებაა, დედა რომელსაც მოწესრიგებული ყავს თავისი შვილები. აქ წუხლზეც კარზე გამოიქცეს და იქ პამპერს გამოსაცდელი ბავშვები დარბოდნენ სახლში ღრიალით. ახლა როგორ ფიქრობთ თქვენ, ეს ღმერთს მოეწონება, კაცს მოეწონება თუ მის ქმარს მოეწონება? არა ნამდვილად. ამიტომაც ის დედა ღვთისმსახურებაშია, როდესაც თავის შვილებს ესეუვლის და პატრონობს. ის ექიმი თავის ღვთისმსახურებაშია, ის არქიტექტორი თავის ღვთისმსახურებაშია, რომელიც კეთილად და პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას. ამიტომაც ასე უნდა შეხედოთ ამ ამბავს და ასე უნდა თქვათ, რომ ეს ყველაფერი შენთვის უნდა გახდეს ღვთისმსახურება. თუ ეს არ გახდა ღვთისმსახურება და თუ ეს საქმე არ გინდა და გეზარება და ძულს და ახლა უგემურ პურსაცხობს მეპურე, ნუ ხო, ახლა ერთ დღეს შეიძლება იყიდო გაჭირების გამო ის პური, მაგრამ მეორე დღეს აღარ იყიდი, იქ და სხვაგან წახვალ. ხო მართალია? იყიდით უგემურ პურს. მე არ ვიყიდი მაგალითად. ასე ვარ თითოეული ჩვენგან. ამიტომაც ღვთისმსახურების ეს ციკლი ასე არ ესრულება. ეხლა რაც შეეხება წეღან რომ ვახსენე მუხლებზე დაჩოქილი და ხელება აპრობილი ლოცვა. მე რამდენიმე ეს ნიუანსი გამომრჩა ხოლმე, რომ რაღაცა ჩვენი გარეგნული მოქმედებები რას ნიშნავს მინდა იცოდეთ. ხელა აპრობილი ლოცვა რას ნიშნავს თუ გიფიქრიათ ამაზე? ძალიან შესაძლოა. ძალიან რო გინდა ხელების აპრობა ნიშნავს იმას, რომ როდის წევენ ხოლმე ადამიანი ხელებს, როდესაც ნებდებიან. ხო და მაგას გეუბნები, როდესაც ნებდები, მაშინ წევ ხელებს. როდესაც უფალთან შენ ამას გააცნობიერებ და ამბობ, რომ ესე იგი, აი როგორც ვთქვათ, მიხვდები, რომ ვერანაირად ვერ მოერევი ახლა შენ სიტუაციას და შენ უნდა აციო ხელები, მაშინ წევ ამ ხელებს. უფლის წინაშე წევ ხელებს, რომ ეუბნები, რომ შენი ვარ. შენი ვარ. ხო, ხელის აწევა. რატო იცით, რომ ამ ნიუანსებს ხშირად ადამიანები რაღაცა ან იმისთვის იყენებენ, რომ გონიათ, რომ ასია საჭირო, რაღაცა იმ ლოცვაში ასია საჭირო, ამ ლოცვაში ასე არის. არა, მღვდელი ხელაპყრობილი, როდესაც ლოცულობს, თქვა საკურთხეველში, ეს ნიშნავს მრევლიც იდგა ხოლმე, იყო ასეთი წესი, ხელაპყრობილი იდგა მრევლიც. ეს ნიშნავს პირდაპირ მინიშნება იმისა, რომ შენი ვარ უფალო, მაცხოვრე მე. დიახ, რა თქმა უნდა, დღეს კითხვა-პასუხების რეჟიმში ვარ.
მე ჩემ თავს ვატყობ, რომ ძალიან მაინტერესებს მოსაუბრე რას ამბობს, აი როცა კი წინ ვიწევი ხოლმე სკამზე ხოზივარ, მაგრამ წინ ვიწევი მთელი სხეულით და მთელი თავით და უსმენ, ესე იგი ძალიან მაინტერესებს და მე თუ მივაქციე ყურადღება, იმიტომ რომ ერთხელ აუდიტორიაში გითხრა ერთმა, იცით რომ ვის აინტერესებს ყველას ძალიან რას ლაპარაკობი, აი ამასო და მივთით აი იმ ხალხზე, ვინც მთელი ტანით იყო ესე გადმოსული და მიღრნობილი და უსმენდა. შეიძლება ანალოგია მოშვებაც არის, გარკვეულ სხეულის ხელისაყრობას გულისხმობთ? ეს ხო მოშვებასაც აკეთებს, რა, აი არა, ხელისაყრობა, რა თქმა უნდა არის, ეგეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში რა არის, ხო გეუბნებით, აი მტერი შემოვიდა თქვათ და გითხრა რომ უნდა დავნებდე და შენ რო აწევ ხელებს და უნდა დაგნებდი, შენი ვარ. ამას აკეთებ უფლის წინაშე რა. ავწიე ხელები და ვეუბნები უფალო შენი ვარ. თავი მივანდე. მე კი თავი მივანდე და ვეუბნები რომ შენი ვარ. აწი შენ უნდა განკარგო, იმიტომ რომ ვისაც დანებდები ის განკარგავს. აი ღვთისმსახურებაში ჩვენ ნახეთ არც ერთი საიდუმლოება არ აღესრულება უფლის ხელით. არც ერთ საიდუმლოებას არ აღესრულებს ადამიანი. ყველა საიდუმლოება აღესრულება ღმერთით. იესო ქრისტე არის აღმასრულებელი. შენი შენთაგან რო ვეუბნები. შენ ხარ საიდუმლოებები წაკითხე, გახსოვს, შენ ხარ შეწირულიც და შემწირველიც შენ ხარ. ეხლა ამ წუთში. ანუ შემწირველის თვითონ იესო ქრისტე არის უბრალოდ შეიძლება ფიზიკურად მღვდლის ხელებია გამოყენებული შემდგომ იმაში რომ ეს პური გატეხა მერე და თქვენ გაზიარათ ამით ქრისტეს ხორცს. მაგრამ შემწირველი აუცილებლად არასდროს აი კათოლიკურ ეკლესიას აქვს ასეთი ტრადიცია. მე გნათლა ვეუბნება ახლა უფლის სახით. ამას არც ერთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ასეთი ტრადიცია არ არსებობს რომ მე გნათლა. ასე ამბობს მღვდელი, ნათელს იღებს მონაღვთისა სახელითა მამისა და დათისა და დაწმენისა. ვთქვათ ეზიარება ქრისტეს წმინდათა სიცოცხლე. მე გაზიარებ, მე გნათლავ. ანუ მე გადავაქცევ სისხლად და ხორცად. ასეთი რა მართლმადიდებლურ სამყაროში არ არსებობს. იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, აღმასრულებელი ამ ყოველივესი არის იესო ქრისტე. სოფოს კამია რა. არა, თუ გირჩევნია იდექი. ანუ გეკხედა. თუ გირჩევნია იდექი, უბრალოდ ხო და ეგ აქედან გამომდინარე ჩვენი ხელაპყრობილი ლოცვა ნიშნავს რომ მე მოვედი, დაგნებდი და ეხლა უკვე აღასრულებს ამ ყველაფერს იესო ქრისტე ჩემი ხელით. გაქვთ კიდევ რაიმე შეკითხვები თუ გადავიდე სხვა თემაზე? შეიძლება თქვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე, მე რა ვფიქრობ, რომ ეს აი საიდუმლო ლოცვებს რომელსაც თქვენ გითხოთ, ჩვენთან თქვენ რო გითხოთ ისმინება ხოლმე. ძირითადად არ ისმინება ხოლმე, აი ტრადიცია რომ ეს მოდამრებს ყველაფერს ეს მოძღვარება და აი მე რაღაცა ეს ლოცვა. კი. საიდუმლო ლოცვები მინდა გითხრათ ეს იმდენად საკრალური ამბავი იყო საუკუნეების დასაწყისში, ესე იგი პირველი საუკუნეების დასაწყისში მინდა გითხრათ რომ საერთოდ წიგნ ამას არ წერდნენ. არ შეიძლებოდა რომ ის დაწერილი ყოფილიყო, რომ არ გავრცელებულიყო და ვინმეს რაიმე არ ჩაესწორებინა შიგნით და სხვანაირად არ მოხდარიყო. ანუ როგორ ხდებოდა ამისი სწავლება? მღვდელი სწავლობდა ამას ზეპირად დიაკვნობაში. და მე თვითონ რომ მღვდელი იყო და ზეპირად ამბობდა უკვე დიაკონს ასწავლიდა. ეს ძალიან გვიან დაიწყეს ამ ყველაფრის უკვე ჩაწერა. და ზოგადად ამ სახით როგორი სახითაც ჩვენ დღეს გვაქვს, ეს უკვე მე-4 საუკუნეა იოანე ოქროპირი და ბასილი დიდი. და ადრე იყო ასე, რომ მთელი ტაძარი გალობდა. ეს არ იყო, ვთქვათ, ერთი სამი კაცის გალობლებად დადგენილი, არა, გალობდა ყველა, გალობით პასუხობდა ყველა, იმიტომ რომ წირვაში არ შეიძლება მღვდელი იყოს მხოლოდ მწირველი. თუ ესე გონია მღვდელს უდათ ამისა. მარტო მღვდელს უფლებაც არ აქვს რომ წირვა ჩაატაროს, იცით? არ აქვს უფლება. უნდა ყავდეს ვიღაცა გარეთ, რომელთან ერთადაც ერთობლივ მსახურებას აღასრულებს ის. და არავითარ შემთხვევაში ეს კერძო მსახურებას არ შეიძლება შეიტოვოს, თორემ მღვდელი ვარ, ამიშლის ხელს მოვალ ღამე და ჩავატარებ წირვას, ტექსტი არ ვიცი თუ კითხვა არ ვიცი, წავიდით ყველაფერს. რა პრობლემა არ შეიძლება. იმიტომ რომ ერთობლივი თუ არ იქნა ეს, აზრი ეკარგება. გამოდის ეგოიზმი. რა თქმა უნდა, აზრი ეკარგება ამ ყველაფერს. ამიტომაც მაშინ იყო ასეთი ტრადიცია. ამ ყველაფერს კითხულობდნენ ხმამაღლა. მაგრამ
გაჩნდა ამისი საშიშროება, რადგანაც პრეცედენტი მოხდა, რომ წინ დგომა ადამიანებმა დაისწავლეს ეს და მოხდა ამისი გავრცელება. და ძალიან შეშინდნენ ამის გამო, ამ გავრცელების გამო, რომ არ მომხდარიყო რაღაცა ბოროტად გამოყენება ამ ლოცვებისა და დააწესეს შემდგომ, რომ მღვდელი კითხულობს საიდუმლო ლოცვებს, როდესაც გალობლები ხმამაღლა გალობდება. თორე როგორ იყო იცით, რომ აი მაგალითად ამბობს მღვდელი ლევისა გალობისა გალობელი ხმამაღლა თქვა, ხო? მერე იგალობეს წმინდაო ფალო საბაოდ და მერე ამის შემდგომ რომ ლოცვა იკითხება, კითხულობს ამას ხმამაღლა, რომელიც ესმის ყველას. რომ შემდგომად ამას სანატრელთა, ძალთა, ჩვენცა შევწირ. აი, ამას თელს იმას ესე იგი იკითხებოდა ხალხის გასაგონად. ეხლა ეს ჩაკარგული არის გალობლების ხმაში და ასე ხდება, მაგრამ ძველ ეკლესიაში მოკლედ ასეთი ტრადიციაა. მაგრამ აი იმ შიშის გამო, საერთოდ რამდენიმე წმინდა მამა შემიძლია დაგესახელოთ, მკაცრად წინააღმდეგი იყო, რომ ეს დაწერილი და დაბეჭდილი და გამოცემულიყო საერთოდ. არ შეიძლება ეს მაშინდელი საუკუნეების აი კირილეზეა საუბარი და იმანზეა საუბარი, რომელიც მკაცრად ამბობდნენ, რომ არაფრით არ აი იმ ლიტურგიას, რომელსაც ასრულებდა მართალთა ლიტურგია, რას ერქვა, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ხო, წინა შეხვედრაზე, რომ გათარგმნებულო განვეთის მერე კარი იკეტებოდა და ვინ შიგნით რჩებოდა, ყველა ეზიარებოდა. ანუ ლიტურგიაზე ესწრებოდი და არ ეზიარებოდი, ეს აბსოლუტურად გაუგებარი ამბავი იყო. ანუ ვინ შიგნით რჩებოდა, ეზიარებოდა და ამათვის ეს ლოცვები ყველასთვის ის იყო. და იმათი ამბობდა, რომ თქვათ კათარგმნელი ან რაღაცა ისეთი ადამიანი, რომელიც არ იყო მორწმუნე, შიგნით განამარტო, იმიტომ არ უნდა დარჩეს, რომ არ ეზიარება. ეს რომ არ მოისმინოს. ანუ ეს არც კი შეიძლება რომ მოისმინოს მან ეს ლოცვები. აი ესე მკაცრად უდგებოდნენ აი ამ საკითხს. ანუ ეს რაღაც ცოდნის საკრალიზაცია ხო, რაღაცნაირად რომ არ ესე მასიურად ცოდნის გავრცელება არა. აქ ცოდნაზე იქ ქადაგებაზე არ იყო საუბარი. ქადაგებდნენ ისინი მართალთა ლიტურგიამდე. ამაზე დასწრების უფლება ყველას ჰქონდა. სახარებას წაიკითხავდა და სახარების შემდგომ იქნებოდა ქადაგება. ასე რომ საგანმანათლებლო კუთხით იქნებოდა სახარების განმარტება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ლიტურგიის აი ამ შიდა ლოცვებისა, რომელსაც ჩვენ საიდუმლო ლოცვებს უწოდებთ, იმიტომ რომ ამას ძალიან უფრთხილდებოდნენ, რომ არ მომხდარიყო მისი დამახინჯება. იგი არის კითხვა. განჭა და განკითხვა? განჭა და განკითხვა ჩათვალეთ, რომ ერთი და იგივეა. უბრალოდ როგორ უნდა გამოიცნოს ადამიანმა რა არის განკითხვა და რა არის ანუ განკითხვის ცოდვაში არის თუ ხო როგორ უნდა გამოიცნოს ადამიანმა. ჯერ ერთი ძალიან ზოგადია ეს საკითხი, იმიტომ რომ რაღაცა ისტორიული ფაქტი მე შეიძლება მოუყვე, ხა დამჭირდეს და სალექციო კურსს დასჭირდეს, მაგალითად რომ რომელიღაცა საეკლესიო მოღვაწეს, თქვა შეეშალა რაღაცა გარკვეული ნაბიჯი, არასწორად გადადგა. მომხდარა ესეთი რამ ისტორიაში. ვინ არის ამისგან დაზღვეული? ეს არ იქნება რა თქმა უნდა განკითხვა და განსჯა. იმიტომ რომ მე ყვევი ფაქტს, რომელიც მოხდა რაღაცა ისტორიაში და ვამბობ, რომ ეს ეკლესიამ ჩათვალა შეცდომა, თუმცა კი შეიძლება მე ამ ადამიანმა მოინანია, ან შეიძლება არ მოინანია, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. თავარია რომ ყვევი ისტორიულ ფაქტს. მაგრამ თუ მე ამ ამბავს ყვევი არა როგორც გულშემატკივარი, არამედ ამ ამბავს ყვევი როგორც ესე იგი ესე იგი ჯოჯოხეთის ღირსია, როცა იტყვი ამას. ცხოვრება რა თქმა უნდა, შენი განწყობა თვითონ გეუბნება რა არის განკითხვა და რა არის ამბის მოყოლა. იმიტომ რომ მე შეიძლება ჩემ შვილზეც მოგიყვეთ და გითხრათ რომ რაღაც აი ასეთ პრობლემაშია, ასეთ რაღაცა სჭირს. აი არ დადის წირვაზე კვირას და მე გული მткиვა ამაზე და აი ჩემი გულის ტკივილი გაგანდოთ. როგორ ფიქრობთ ეს განკითხვა ჩემი შვილს? მაგრამ თუ ვიტყვი რომ აი არ დადის წირვაზე და რის ღირსია ახლა ეგან? საკუთარ შვილზე შეიძლება ასეც თქვა და ისეც. უცხო ადამიანზე შეიძლება იგივენაირად ასეც თქვა და ისეც. ამიტომ აი შენი შინაგანი მდგომარეობა გამხილებს, რომ შენ ეს გაწუხებს და გადარდებს, თუ ლაბარაკობ იმისთვის, რომ ან ჯინი გაქვს მისი, ან კიდე უბრალოდ საუბრის თემა გჭირდებოდა და ისე ლაბარაკი ხარ, რომ
ხო არის რომ ხანდახან ენა გეკავება ადამიანი. შეიძლება რა თქმა უნდა ბედია. ამ დარბაზშიც ბევრი შეიძლება ისეთი ვისაც ბავშვობაში მოყავდა ეკლესიაში თავისი შვილი, აი როგორც ეხლა ხედავთ მოყავთ პატარები და როცა კი გადადიან უკვე გადატეხის ასაკში აღარ მოდიან ეკლესიაში. ხო. ის ფარინდა აი თქვით რომ აგრე ესე იყო რომ მხოლოდ მიწეზიარებოდა ეს ესწრებოდა გადიოდნენ კათოლიკეებიც. ეხლა ჩვენ ბავშვებს უბრალოდ ყავს ის კი არა ამათ სჭირდება ყურადღება ისინი ჩვენ ყურადღებას აგფანტავენ და ასე შემდეგ ის გრძნობა რითაც ჩვენ გავართ ტაძარში ამათზე მაგალითის სახით ვერ მოქმედებს ეხლა სულ სხვა სამყაროში არიან ესენი და აი სად შეგვეშალა დავუშვათ თუ შეგვეშალა საერთოდ რა არის სწორი იმაში რომ დღეს ბავშვები მოყავთ და ჩვენთან ერთად განან და გარკვეულწილად დედაც ვერ არის ისე ჩართული. აი აქ სად არის ზღვარი რომ მოგახსენებთ. პირველ რიგში რაც უნდა ვიცოდეთ არის ის რომ სარწმუნოება მემკვიდრეობით არ გადადის. მე რომ მღვდელი ვარ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემი შვილები აუცილებლად მორწმუნეები იქნებიან. თუმცა კი მაგალითი როგორც მივეცი პირველ შვილს იგივე მაგალითი მივეცი მეორე შვილსაც, ხო? პირველი შვილი ჩემი სასულიერო პირია და მეორე ზარმაცობს და არ დადის საკვირაო. ხო, მაგრამ ბავშვობაში 4-ვე დამყავდა. ახლა ამ 4-დან პროგრამებით 3 დადის, 1 არ დადის. არ დადის იმიტომ კი არა რაღაც, ზარმაცობს მოკლედ ესე დავახოთ ამას რა. მაგრამ ახლა უბრალოდ სასულიერო გახდა საერთოდ. როგორ ახლა ამას დაძალებით ხოლმე გააკეთებ ადამიანი. რა სხვაობა მათ შორის თითო წელიწადია. ესეც არ არის რომ ის გაზრდილი იყო უკვე და ის პატარა. რატო გვამბობ ამას იცი? როგორც პირველი ხედავდა რომ თქვათ მე დილის ლოცვას ვკითხულობდი და საღამოს ლოცვას ან მართვას ვინახავდი ან საპირისპიროდ ვიქცეოდი შეიძლება ხანდახან სუდად რაც შეიძლება მათში გაღიზიანებას იწვევდა. როგორც პირველი ხედავდა ისე მეორე და ისე მესამე. მაგრამ ეს ძალიან ინდივიდუალურია სარწმუნოება, ამიტომაც ვთქვით დავიდნენ რომ სარწმუნოება მემკვიდრეობით არ გადადის, რომ ვიღაცამ ასე აღიქვა ეს ყველაფერი, ჩემი მაგალითი, თუნდაც ის რომ ბავშვობაში დადიოდა დეზიერი, ვიღაცამ სხვანაირად აღიქვა. ამიტომ ჩვენ ამაზე არ უნდა ვინერვიულოთ. რადგანაც ნერვიულობას არ აქვს აზრი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ასეთი რამ. უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და ღმერთს ველაპარაკოთ მათზე. ამაც კი არ ველაპარაკოთ ღმერთზე. ღმერთს უნდა ველაპარაკოთ ამათზე. ირიქით შედეგს არ დადებს, იმიტომ რომ ამას ახლა რამდენიც არ უნდა ელაპარაკო ღმერთზე, მაინც იგივეს გააგრძელებს, იმიტომ რომ ჯიუტად რაღაცა თავის აზრს ადერას, ან თავის სიზარმაცეს, ან თავის დაუდევრობას, ან რაღაცა სხვა მოფრენილ აზრებს, რომელსაც ახლა ამ წუთში უჭერებს. ამიტომ უნდა დაანებო თავი და უნდა დაიწყო ლოცვა, ანუ ღმერთთან ლაპარაკი. და ეს უფრო შედეგს გამოიღებს, იმიტომ რომ არ დაიკარგება ჯერ ერთი ის ბავშვების ზიარება, როდესაც ისინი დადიოდნენ, როდესაც ისინი ეზიარებოდნენ. ეს მათ მეხსიერებაში რომ არ იყოს დალექილი გამორიცხულია. შეუძლებელია. არის აუცილებლად ეს სინათლე სადღაცას გამოგწყინდება და შედეგს დადებს. ამისი საუკეთესო მაგალითები ყვანან ჩვენ დედები და მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ ნეტარი ავგუსტინეს დედა. აი, წმინდა ქალბატონი არის, რომელმაც ესე იგი გააჩინა შვილი ნეტარი ავგუსტინე, ნეტარი ავგუსტინე რომ გაიზარდა, გახდა საერთოდ მანიქეველი. მანიქეველთა სექტა არსებობს ესეთი, რომელთაც ახლა აღარ მოვყვები ვცლად, მაგრამ ორი სიტყვით გეტყვით, რომ ყველა ცოდვა გამართლებულია ფაქტიურად. იმიტომ რომ ერაშუაში ვარ, ახლა დაცემულია ჩემ ბუნება, მემკვიდრეობითაც მივიღე ასეთი, ამიტომ ცოდვისადმი ვარ მიდრეკილი და მე რომ თქვა ამ ცოდვას ჩავდივარ, მე კი არ ვარ დამნაშავე. დამნაშავეა თქვა, ანუ რაღაც მოკლედ ამ ლოგიკით მიმდინარეობს მანიქეველთა სექტის სწავლება. უფრო ვრცელია რა თქმა უნდა და სხვა ფილოსოფიური ისინი აქვს კიდე, მაგრამ მე მოკლედ შემოვიფარებ. გახდა მანიქეველთა სექტის წარმომადგენელი, რადგანაც მანიქეველობაში უფრო ადვილი იყო ცხოვრება, ასე ფიქრობდა თვითონ. და დედამისი გადიოდა მოკლედ და თვითონ ყვება ამას, თუ ჩაგივარდებათ ესეთი წიგნი, მაგრამ მეგონი ელექტრონული ვერსიაც უნდა. და
აგვისტინეზე მოგახსენებთ რა და დადიოდა ეს დედამისი მოკლედ და თუსადმე დაძარს ნახავდა და თუსადმე ბელს ნახავდა ლოცულობდა და ევედრებოდა რომ იქნებ უშუალოდ ჩემს შვილს და მოიხსენოთ ჩემი შვილი. იმიტომ რომ აი ხედავდა რომ იღუპებოდა. განაისრო თქვა სიზარმაცის გამო ეკლესიაში ერთხელ. საერთოდ რაღაცა გაუბედურებულ სექტაში აღმოჩნდა, სადაც ცხონების შანსი ხდებოდა დედა კარგად თუ არ ქონდა აი ამ თავის შვილს. ნეტარ ავგუსტინეს. და ამბროსი აქვს ესეთი მედიოლანელი არის ესეთი წმინდანი. ალბათ მედიოლანი არის დღევანდელი მილანი. მილანის თავარეპისკოპოსი იყო და ამბროსი მედიოლანელმა შემთხვევით ეს ხალი ნახა როგორ ტიროდა ტაძარში. და იფიქრა რომ თვალი ხო არ არის შემოსული ხო თვალებს რო გაეცნებათ ხოლმე. რომ დამინახა ხოლმე მამაო ესეთი საკითხი. თვალს რო დაგინახა ხოლმე. თვალს დაგინახა ბრძეს ხო და იფიქრა რომ რაღაც დათვრა ხა და იმიტომ რომ დაინახა ისეთ ემოციებში იყო და ისეთ ძრემლებს ვრიდა ვფიქრობ რომ მოიქონდა რა გარეთ გავაგდებო რა და უთხრა დედამისმა რომ არა ვარ მოკონე თვალიო უბრალოდ ჩემი შვილის გამო რომ ესეთი მდგომარეობა არის რომ მანიქეველთა სექტაშია ასე ხდება ესე ხდება და მას უთხრა ამბროსი რომ ამ ძრემლების შვილი არ წარწმდება და მართლაც ამბროსი მედიოლანელის ქადაგებით მოხდა მე მოისმინა სულიად შემთხვევით ნეტარმა ავგუსტინემ მისი ქადაგება სახლში მივიდა მე ბიბლია გადაშალა აგე მოგახსენებდით წიგნზე სად არის ეს ყველაფერი დაწერილი მან დაწერა წიგნი რომელსაც ქვია აღსარებანი და თავისი ბავშვობიდან მოყოლებული აღსარებას ბაბარებს მოკლედ ნეტარი ავგუსტინე და ეს ძალიან ძვირფასი ხსულება აღსარებანი ელექტრონული ვერსიაც ხელმისაწვდომია მე მგონი თუ არ მეშლება მე წიგნად მაქვს წაკითხული სტუდენტობის დროს სასულიერო აკადემიაში და მე როგორც ვიცი ელექტრონული ვერსიაც დადეს. ორთოდოქსი ჯიზია. რაზე? ორთოდოქსი ჯიზეც ყოფილა აგერ ზრიადმა შემოგვაშველა დიდი მადლობა. ასე რომ თუ წაიკითხავთ იქ ნახავთ ამ ყველაფერს და მე თვითონ ნეტარი ავგუსტინე როგორც ხოსო დედაჩემი მოიხსენეთ ლოცვებშიო. რომელმაც ესე იგი მიიყვანა მოკლედ ნეტარი ავგუსტინე მისმა ლოცვა. ასე რომ საიდან დავიწყეთ ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ გეტყვით რა რომ ამ შემთხვევაში, როდესაც შვილები ისე როგორც ჩვენ გვინდა არ აგრძელებენ საეკლესიო ტრადიციას, ჩვენ მათ უნდა დავაცადოთ. აუცილებლად უნდა დავაცადოთ. სხვას მეც ვერაფერს ვერ იზამ. ხელის ამოგრეხვით და მითი რა ქვია, ბორკილის დაღებით აქ მოყვანა რომ შესაძლებელი იყოს. შესაძლებელი არის უბრალოდ, მაგრამ აზრი რომ კონდეს ამას ყოველივეს, მაშინ ამას თვითონ ღმერთი გააკეთა. აქ საუბარია იმაზე, რომ მან თვითონ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და თვითონ უნდა გააცნოს. ისე კი მივიდეს თვით შეგნებამდე. დიახ, თვითონ უნდა მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება. ასია ხო რაღაც აი პერიოდი აქვს ხოლმე, რომ ცოტა საურევენ ხოლმე რაღაცა გავლენ და მაგრამ ვერ ისე ბრუნდებიან, ასე რომ დაბრუნდებიან. არის ნერვიულად, თავარია თქვენ ლოცვა არ შეწყვეტოთ, ღმერთთან საუბარი არ შეწყვეტოთ მათ შესახებ. მესამე კლასში თავისუფალი მაგდენი მამაობები და ჩავდა მამა დავითი და ბანა მიქაელიო. მამა დავითმა სწორი უხდიდა. არის კიდევ შეკითხვა. დიახ. ეხლა ჩემი მეგობარი შემდგა კურსები და საუბრობდით და თემა წარმოიშვა ასეთი აღსარებისა და ზიარებაზე. არის ხოლმე ხანდახან არიცი და აღსარება რა მოიწონო რაღაცა მაგრამ რაღაცა პერიოდში ხო საჭიროა თუნდაც აი ყოველკვირეული ასე ვთქვათ მესვლა მაგრამ აი რუტინული გამეორებაც არ გინდა ეხლა ჩემ მეგობარმა მითხრა შენო კაცო დალიო 3 ლიტრა ღვინო 3 კილო მწვადი შეჭამი იმდენი გეკნება მოსანამიებელიო აღარ მოგიწევს ფიქრია ნუ ეხლა ეს რა თქმა უნდა არ არის გამოსავალი აი მაინტერესებდა თქვენი აზრი როდესაც შენ შოსავარო შენ ვარცნობ შენ არ ახარ დამაშავე და მოსანამიებელი იქნება მაგრამ აი როგორ გამოვიდეთ ასე მდგომარეობით ნამდვილად ისეთი კითხვა რომელიც საჭიროა ხო საჭიროა და საცოდნელი კითხვაა დიდი მადლობა და მოგახსენებთ ვიფასო მეგობრებო რა მდგომარეობაში ვართ ხშირად ჩვენ
ხშირად მოძღვრებით ვწოდავთ ამ ამბავში, რომ ესე იგი ადამიანებს ვავალებთ, რომ შენ ასე ამდენჯერ უნდა გვახსარება თვეში და ამდენჯერ არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება ჩემი გადმოსახედით. დიდი საბჭოთა რევოლუცია ოქტომბრის, იცით რატომ მოხდა, რა სასახელებენ რუსები მიზეზად ამისას? იმიტომ რომ იქამდე წინა პერიოდი ჰქონდა ასეთი, რომ სახელმწიფო რელიგიად იყო გამოცხადებული მართლმადიდებლობა რუსეთში და სახელმწიფო რელიგიობის გამო ყველა სკოლის მოსწავლეს, ყველა პედაგოგს, ყველა სახელმწიფო მოხელეს რეგულარულად უნდა ჩაებარებინა აღსარება და ზიარებულიყო და ამისთვის არსებობდა ტაბელი, რომელშიც მე მღვდელი ხელს მოუწერდა აღსარება თქვა ეზიარა, ორ კვირაში ერთხელ თუ თვეში ერთხელ და იქნება და არ მაქვს სურვილი, მაგრამ სამსახურს ვარ დავკარგავ. ამიტომ მივდივარ და აღსარებას ვამბობ და ვეზიარები და სარწმუნოება გაქრა. როდესაც ეს გადამექცა მე ტაბელის შესავსებ თემად, სარწმუნოება აღარ არსებობს. ამიტომ რა არის ნამდვილი აღსარება? რა არის ნამდვილი სინანული? აი ჩვენ ამ 7 საიდუმლოების შესახებ, საეკლესიო 7 საიდუმლოების შესახებ თუ ვისაუბრებთ, რა არის პირველი რითიც შეიძლებოდა ეს არის ნათლისღება, ხო, ადამიანისა და შემოყვანებელია ნათლისღება სინამდვილეში სინანულთან ასოცირდება, სარწმუნოებასთან პირველ რიგში, იმიტომ რომ მოვედი ვიწამე და ეხლა სინანული მაქვს და ამ სინანულით მოვდივარ. მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება, პირიქით არ ეხομαι რა, მოვინათლე და დავამთავრე ამ ეკლესიასთან ურთიერთობა, წავედი კარგად იყავ. მერე იმაზე რა ქვია, 100 წლის მერე შემოუთვლიან მოკვდა მონათლული არის, მოდი წესიაო. გადაღებული თემა არის მოგეხსენებათ, ხა ეს წესის აგება და ამაზეც ბარემ გეტყვით რა, რომ წესის აგება ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა. წესის აგება სჭირდება იმ ადამიანს, ვისაც უნდოდა წესის აგება. ვისაც არ უნდა, იქ ქრისტე არ იძალადებს. ამიტომ შენ რომ აძალებ, მოდი გინდა თუ არა აუგე, კაცო, მას უნდოდა. ამ გარდაცვლილს უნდოდა წესის აგება. იმ მონანულზე გეუბნები, თვეში ერთხელ თქვით აღსარება. უნდა, იქნება და არ უნდა. მოდით ახლა ვთქვათ რა არის ნამდვილი აღსარება. გავიხსენოთ სახარებისეული მაგალითები და წმინდანების ცხოვრება. პეტრე მოციქული არის მოციქული. 3 წელიწადი დაყვებოდა ქრისტეს. 3 წელიწადი მოციქულია. ნახა მკვდრის გაცოცხლება. ნახა კეთროვანის განკურნება. ნახა ბრმის თვალის ახელა. ნახა 5 პურით 5000 კაცის დაპურება. რომელი ერთი ჩამოთვალა. რაც არ წერია კიდე სახარებაში იოანე ღვთისმეტყველი ხო ამბობს, რომ ყველაფერი რომ დაწერილი იყო, ერთ-ერთი წიგნი ვერ დაიწერდა. ეს რაც გვიწერია ახლა და კიდე უამრავი შეგვიძლია ვთქვათ, რომ პეტრე ყველაფერი ნახა, მოციქულია. მაგრამ როგორც კი შეიპყრეს ქრისტე, ეს გარეთ ზის ცეცხლთან და ხო იცი მაგრად რო ყინავს და ცეცხლთან რო ქსიამოვნებს ყოფნა. და ვიღაცა ხალი ეუბნება, რომ შენო ქრისტეს მოწაფე არა ხარო? ეუბნება არა. და ცოტა ხანი გაიგრის და როგორ არა კაცო აშკარად კი ხახარო, იქ იყავეო რა და გეფიცები თუ იყო, დაიფიცებს. მესამე რეტყვია კიდე, შენ ქრისტეს მოწაფე ხარო. თენდება ამ დროს უკვე და რო თენდება, მაშინ განსაკუთრებით უჭერს სიცივე. განსაკუთრებით სასურველია თბილი ცეცხლი. თანამედროვე გამოთქვა რა არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ კომფორტის ზონაშია. ეუბნებიან, ქრისტეს მოციქული ხარ შენო, შენი ხის გამხილებსო, ხმაცო. და დაიწყებს უკვე წყევლას და კრულას, თუ ვიცნობდეო. და ამ დროს გამოყავთ ქრისტეს საპატი, იმიტომ რომ ღამე ხო სათუსაღოში ყავდათ ქრისტე. და თენდება და გამოყავთ. და ქრისტეს და პეტრეს თვალები შეხვდებიან ერთმანეთს და მამალი იღებს. დაიწყებს პეტრე ტილს. აი აქ დაიბადა პეტრე როგორც მოციქული. აი ეს იყო მისი ნამდვილი დაბადება. არა ის, როდესაც დაუძახა პეტრე წამომყევი და კაცთან მებადურად გაქცე. არამედ როდესაც მათი თვალები შეხვდა ერთმანეთს. ეს არის პირველი დაბადება, ეს არის პირველი და ნამდვილი სინანული, რომლითაც იწყება პეტრეს ცხოვრება. ამის შემდგომ ნახეთ რა ხდება. გალილეის ზღვაზე თევზაობენ და გამოეცხადებათ კუდრეთით აღდგომილი უკვე მაცხოვარი. პეტრე არის სრული საწუწარკვეთილი. რომ არ იცის მის თავს რა ხდება. იცის რომ ასეთი რამ დააშავა და უბრალოდ თვალები შეხვდნენ ერთმანეთს. ამის მერე პასუხი არ აქვს პეტრეს. მის თავს რა ხდება არ იცის. გამოცხადების
ახლა დეტალებს აღარ გეტყვით დიალოგს. მათ კონკრეტით ამდგომარი მაცხოვარი მას ეკითხება, პეტრე გიყვარ რა? პეტრე შეწუხდება და ეუბნება, რომ კი ვიყარ. ცოტა ხანი გაივლის, მაშინ დამწყსე ჩემი ცხრებია. ცოტა ხანი გაივლის და ეუბნება, პეტრე გიყვარ რა? უფალო შენ იცი რომ ვიყარ ხარ. მაშინ დამწყსე ჩემი ცხრებიო გაუმეორებს. მესამე შეკითხება, პეტრე გიყვარ რა? უფალო შენ ყოველი იცი, ყოველი უწყი, პეტრე ეუბნება, ანუ გულთმეცნიერი ხარ, ამიტომ იცი რომ ვიყარ ხარ. მაშინ დამწყსე ჩემი ცხრები. ეს იმას ნიშნავს, რომ პეტრე მიიღო სრული მიტევება, აბსოლუტურად სრული მიტევება. განა ის რომ ჩვენ რომ მიტევება ვიცით, მიპატიებია, მაგრამ თვალით აღარ დამენახო. არა. მიპატიებია კი არა. 60 კილო ხარისხში ხარ კვლავ აღდგენილი, ჩემი ცხრები უნდა დამწყსო. ვინც მოგაბარე ამ ცოდვის დაცემამდე, კვლავ იგივე ხალხს გაბარე. ეხლა როგორ გრძელდება პეტრეს ცხოვრება? აი პირველი დაბადება ხომ მოხდა მისი სინანულში. ყოველ დილით მამლის ყივილზე გარდამოცემის თანახმად პეტრე იწყებს ტირილს. იმდენად რომ მასო ასეთი ღარები ჰქონდაო გაჩენილი სახეზეო ამ ტირილისგან. ახლა მარტივი კითხვა უნდა დავსვა. პეტრემ ზუსტად იცის რომ მიტევებულია, იმიტომ რომ 60 კილო ხარისხში აღადგინეს. ეს ტირილი აღარ სჭირდება. რომ შეინარჩუნოს მან ეს მდგომარეობა, ამისთვის სჭირდება ეს ტირილი. ამიტომ ჩვენი აღსარება სწორედ ეს უნდა იყოს. ერთი უნდა იყოს ის პირველი შეხვედრა თვალებისა, რომლითაც მიხვდი სადახარ. ადამ სადახარ რომ გეძახის ღმერთი და მიხვდი სადაც ხარ რომ შეხედე მას თვალებში და მეორე გახლავთ სწორედ ის მდგომარეობა, რომელ მდგომარეობასაც პეტრე განიცდის ყოველდღიურად მამლის ყივილზე. ამიტომ აქედან გამომდინარეა შენი აღსარება და არა ის რომ ტაბელი უნდა შევავსო რომ დათო თვეში ერთხელ თუ არ ჩამოვარებ ხელს არ მოგიწერ აქ და დაკარგავს სამსახურს. გვაქვს მეორე მაგალითი. მარიამ მეგვიპტელი. გახსოვთ მარიამ მეგვიპტელი? ეს უკვე გვიანდელია. მე-5 საუკუნის მოღვაწეა. მოღვაწეობამდე მრუში ქალია, უკიდურესად მრუში, იმიტომ კი ამრუშებს რომ ფული სჭირდება. იმიტომ მრუშობს რომ ნება აქვს. სიამოვნებს რომ ვიღაცები აცთუნოს. აცთუნოს ცოლიანი კაცებიც და უცოლოებიც და ყველანი აბსოლუტურად. და იერუსალიმშიც ამ მიზნით მიდის, რომ გაერთოს. გაიგებს, ხალხი მიდის, მეც წამოვა. შედიან ტაძარში მოინდომებს რომ შევიდეს. ვერ შედის. ვერაფერ ვერ შედის. გონია რომ ახლა რაღაც ტალღამ გამოაგდო ხალხია ბევრი. მეორეჯერ მოინდომა კიდე მიხვდა რომ ხალხი არაფერ შუაშია, უბრალოდ ვერ შედის. და ღიაკარებში დაინახავს ღვთისმშობლის ხატს. აი მისი თვალები და ღვთისმშობლის თვალები შეხვდება ერთმანეთს. გამოდის იქედან მთელი ღამე ტირის, დილით ბრუნდება ტაძარში, შედის და ეზიარება. მიეტევა თუ არ მიეტევა მას ყველა ცოტა. რა თქმა უნდა, ერთ ღამეში მიეტევა. ერთ ღამეში მიეტევა ყველა ის უმძიმესი ცოდა, რომელიც მათ ჩადენილი ჰქონდა. რომ არ ყოფილიყო ასე, მაშინ ვერ ეზიარებოდა. თუ წინა დღეს ტაძარშიც კი ვერ შევდიოდა, როგორ ფიქრობთ, ზიარებამდე მივიდოდა მეორე დღეს? მიტევებული იყო და ამიტომაც მივიდა ზიარებაზე. მაგრამ რა ხდება? ზიარებიდან გამოსული გადის უდაბნოში და 3-ჯერ 17 წელს გაატარებს, 17 წელი თუ მრუშობაში გაატარა, 3-ჯერ 17 წელს ეხლა უდაბნოში გაატარებს ცხოვრება და პირველი 17 წელიწადი მისთვის არის ისეთი მოწამეობა, რომ ჯობდა ალბათ ადამიანი ვიღაცა ხვლით გამოეკიდოს და თავი მოკვეთოს, ალბათ ეს ჯობია, იმიტომ რომ ეს იყო ესეთი ხორცის წინააღმდეგ მისი ბრძოლა, ეს ნებები მას განა იქ არ გაყვა. ანუ რას ვამბობ, შეინარჩუნოს მისი მდგომარეობა წეგან პეტრეზეც რო გეუბნებოდი, რომ შეინარჩუნოს მარიამმა ეს სიწმინდე, ამისთვის მიდის უდაბნოში, რომ აი საცდურს მოკლებული იყოს, რომ საკუთარ თავს ხელი არაფრით არ შეიძლება შეუწყო, რაღაც თუ იცი რომ ეს გაცდუნებს, უნდა მოიშორდეს. თუ იცი რომ ეს გაცდუნებს სასმისი უნდა მოიშორო და ასე შემდგომდა. ამას აკეთებს თქვათ იმით, რომ გადის უდაბნოში, მაგრამ ის კი არ ფიქრიდან ხო ვერ იშორებს ამას. ამიტომაც, როდესაც არის ლოცვაში ჩვენ ვამბობთ, რომ დამუშეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, ეს იმ პირველი შეხვედრის და მიტევების შემდგომ.
რომ შესაძლებელი იყოს რომ ჩვენ კი მივატოვეთ ეს ცოდვა, მაგრამ ცოდვამ კი არ მიგვატოვა ჩვენ. მე მივატოვე, მაგრამ იმან არ დამტოვა. ანუ შესაძლებელი რომ იყოს რომ ასე ვტოვებდეთ ერთმანეთს, მაშინ ეს სიტყვები ამოსაღები იქნება. მამაუჩვენო წავიკითხავდი ამ სიტყვების გარეშე. რომ დამიშენიყვანებ ჩვენ გასასწრებს აღარ დამჭირდებოდა ამის თქმა. მაგრამ ჭირდება იმიტომ რომ ის სოფელი მე არ მტოვებს. მარიამ მეფუტელი 17 წლის განმავლობაში ყოველდღე ისე რომ ამ ხორციელებნებები ახსენდებოდა თავისი დალევა, ახსენდებოდა თავისი მრუშობა, აი ხორცის ეს აღძვრა, განხურვება, ყველაფერი იმდენად ძლიერი იყო, რომ გონებას კარგავდა. 17 წლის განმავლობაში. მაგრამ იქ იყო. იმისთვის რომ შეენარჩუნებინა ეს სიწმინდე. ამიტომაც ჩვენი დამოკიდებულება აღსარებასთან, ჩვენი დამოკიდებულება ზიარებასთან სწორედ ეს უნდა იყოს. შეხვედრის ადგილი მომხდარია უკვე, თორემ ისი აქ არის ხდებოდით, მე დიდი იმედი მაქვს. ეს ჩვენი შეხვედრა მომხდარია, ჩვენი დაბადება მომხდარია და ახლა შენარჩუნებისთვის არის ეს ბრძოლა. და ამ შენარჩუნებისთვის საჭიროა, რა თქმა უნდა, ცვენილს, რა თქმა უნდა, ბრძოლას, რა თქმა უნდა, თავდადებაც, რომ შეინარჩუნო შენი მდგომარეობა იმ ზიარების, ანუ მოტევების შემდგომ, რომელიც ღმერთმა შენ უკვე მოგანიჭა. რომელიც უკვე მოგანიჭა. მე არ ვიცი, შეიძლება ვცლად გამომივიდა თქვენს კითხვაზე პასუხი, მაგრამ ვფიქრობ, რომ არის თემები, რაც უნდა იცოდეთ. ასე მგონია უკვე იერუსალიმში. ჩვენ თუ დრო გვაქვს, არ დაიკითხები არის კიდე? დიახ. კი, რა თქმა უნდა. წესით არის ესეთი რამ, სწორს ამბობ, დარია, რომ შაბათს და კვირას მუხტმოდრეკა არ ხდება. და დღესასწაულებზეც. საუფლო დღესასწაულებზე და შაბათ და კვირას მუხტმოდრეკა არ ხდება ხოლმე, ეს პირდაპირ განჩინება არის და არ შეიძლება, მაგრამ არის რაღაცა განსაკუთრებული ლოცვები, აი სულიწმინდის ეს გარდამოწევის ლოცვა, როდესაც მართლა შენს წინაშე ძალიან ამბობ და პატრიარქი ყოველთვის იჩოქებდა ხოლმე და ჩვენც რაღაცა ამ ტრადიციას მივყვებით და ვიჩოქებთ, თორემ ისე შაბათს და კვირას მუხტმოდრეკა არ ხდება. ასე რომ არც არავინ დააშავებს თუ არ დაიჩოქებს და არც არავინ დააშავებს თუ დაიჩოქებს. დანაშავე არც ერთი იქნება და არც მეორე. კარგით. მე ხლა ფსალმუნების შესახებ მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა. რადგანაც შეკითხვები აღარ არის, ჩვენ გვაქვს მეგონი 15 წუთი და ფსალმუნებზე ოდნავ წარმოდგენა მინდა შეგიქმნათ, იმიტომ რომ სულ გეუბნებით, რომ ბიბლია უნდა ეკითხოთ, ბიბლიაში შემავალი წიგნია ფსალმუნები, ბუნებრივია, მაგრამ ფსალმუნები თქვენ ყოველდღიური ცხოვრების წესი უნდა გახდეს. აქ არ უნდა დაადოთ საკუთარ თავს ისეთი მძიმე ტვირთი, რომ ვერ ზიდოთ მერე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მე ამდენ კანონს წავიკითხავ და იმდენად და მე ერთი წლის მერე თქვა, რომ საერთოდ არ დამანახოთ ეს წიგნი მომაშორეთ აქედანო, იმიტომ რომ როგორც სოლომონი წერს თავის სიბრძნეში, თაფლი თუ იპოვე ძალიან კარგია, მაგრამ ბევრი არ უნდა ჭამოთ, თორე უკან ამოგანთხევს. აუცილებლად თაფლი მაწყენარიც არის, რომელზე მეტი თუ მიიღო ადამიანი. ამ შესაბამისობაშია სწორედ ჩვენთვის ლოცვა, მე შემიძლია მინდა გითხრათ თამამად, რომ არ შეიძლება ესე, რომ რაღაცა უპრაგონოთ ესე ადამიანი კითხულობდეს ყველაფერს და მე ერთი წლის მერე არ დამანახოთ ego, მინახავს ასეთი მდგომარეობა, ამიტომაც ვამბობ. ფსალმუნები არის ერთ-ერთი უმთავრესი წიგნი ძველი აღთქმისა. თუ აქვს მღვდელს სახარება და ფსალმუნები ნებისმიერ მსახურებაში, დევნულებაში რო იყოს თქვა და არც ერთი წიგნი არ ქონდეს საფრთხისმსახურო სახარება და ეს თუ აქვს ფსალმუნები ყველაფერს შეასრულებს. ყველაფერი არის მოცემული შიგნით, ყველაფერი წერი ამ წიგნში. ამიტომაც ფსალმუნები ძალიან მნიშვნელოვან ლოცვად უნდა იქცეს ჩვენთვის. და მე გირჩევთ, რომ წაიკითხოთ რაღაცა იმის მიხედვით კი არა, რომ აი დღეში ერთ კანონს წავიკითხავ, არა, შეიძლება ერთი ფსალმუნი წაიკითხო, ოღონდ რომ გაიგოთ, რა წერია შიგნით. რამდენიმე ადამიანის ცხოვრება შემიძლია პატერიკებში მოთხრობილი გადმოვიღო ახლა ეს წიგნი და გააჩვენოთ, რომ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება, რომ შემთხვევით მოისმინეს ეს სიტყვა, როგორ იწყებოდა პირველი ფსალმუნი.
ნეტარ არის კაცი, რომელი არ ამივიდას რახვასა უხოთასა, გზასა ცოდულთასა არა დადგა, დასაჯდომოსა უჯულოთასა არა დაჯდა. აი ამან შეცვალა ადამიანის ცხოვრება მხოლოდ. ამიტომაც ფსალმუნები არის უმნიშვნელოვანესი წიგნი, ეს არის ებრაული პოეზია, მინდა გითხრათ. ებრაული ენა საკმაოდ რთული ენაა და მე არ გეტყვით, რომ ეს პოეზია ნიშნავს ჩვენ სენაზე გასაგებ პოეზიას. გავსგულისხმობ ამაში, იცით, რომ ბალახი და ტალახი რო ირითმება კარგად, ასე არ ნიშნავს ეს ებრაულ ენაში. საერთოდ რითმა შეიძლება არ კონდეს, მაგრამ აზრობრივი რითმა აქვს. პირველი ფრაზა და მეორე ფრაზა აზრობრივად ერთმანეთს ესე არის შეთამაშებული ერთმანეთთან და ამის გამო ეწოდება მას პოეზია. და უმრავლესობა ფსალმუნების არის აკროსტიხი. რას ნიშნავს აკროსტიხი, ხო იცით? პირველი დასაწყისი ბგერები ქმნის რაღაცა სიტყვას. აი მაგალითისთვის დაგიწერთ ახლა რა არის მე-17 კანონი, რომელსაც მიცვალებულებისთვის კითხულობს. მე-17 კანონი არის 118 ფსალმუნი. ფსალმუნი, რომელიც შედგება 176 მუხლისგან. 176 მუხლია შიგნით. 176 თუ გავყოფთ ჩვენ მას 8-ზე, აი 8-ზე თუ გავყოფთ, მივიღებთ 22-ს. 22 ასობგერა ებრაულ ენაში. იწყება ალეფით, ბეტა, გამელი და ასე შემდგომ მიყვება ამაში. უყურე როგორ არის დანაწილებული. პირველიდან 8 მუხლამდე 117 ფსალმუნი არის ასობგერა ალეფით. მე-9 მუხლიდან მე-16 მუხლამდე არის ასობგერა ბეტათი. მე-17 მუხლიდან, ну როგორც არის, რამდენია რომ მიუმატო 17-ს მურმა მიგარნა 24. არის გამელი. აი ასე არის დაყოფილი და გამოდის 176 მუხლი. ეხლა რატო აკეთებდნენ ამას ებრაელები? ასე სწავლობდნენ წერა-კითხვას, მინდა გითხრათ. რანაირად სწავლობდნენ წერა-კითხვას და ყოველ მამაკაცს აუცილებლად ჯულის მიერ ჰქონდა დავალება, რომ წელიწადში 3-ჯერ უნდა ასულიყვნენ იერუსალიმში. წელიწადში 3-ჯერ წასვლა ნიშნავდა იმას, რომ მაშინ ასე ჩვენსავით არ იყვნენ ადამიანები, მინდა გითხრათ, ძალიან მკაცრად განისაზღვრებოდა ეს, რომ სანმე რომ მიდიხარ და ლაზღანდარობ რაღაცაზე, გააქვს თემა, არ გააქვს თემა, რომ ლაპარაკობ, მაშინ ესე არ შეიძლებოდა. არ ლაპარაკობდნენ ერთმანეთში და აი ბიბლიური თემები ჩვენ ამას ძალიან ხშირად გვახსენებს. აი ერთ მაგალითს ესეც მოვება. აბრაამი და ისააკი რომ მიდიან მორიას ტყეზე, გახსოვთ? და ისააკი ეუბნება მამა. და სანამ აბრაამი არ ეტყვის რომ თქვი, იქამდე ისააკი ლაპარაკი არ აგრძელებს. მე ახლა მამაჩემს რო დავურაგა, მოკითხვასაც არ ვაცლი ხოლმე, რომ და 150 კითხვა შეიძლება ერთად დავუსვამ. მამა თქვა უბრალოდ რაღაცის თქმა უნდა და მე მამა მისცა ნებართვა მას უნდა ელაპარაკა თუ არ უნდა ელაპარაკა. აქედან გამომდინარე, რას აკეთებდნენ ებრაელები? რომ მიდიოდნენ, სწავლობდა ვიღაცა პირველ 8 მუხლს, მაგალითად რაც იწყებოდა ალეფზე. წავედით იერუსალიმში. მივდივართ, ეხლა გზა გვაქვს, ხო ერთი დღის სავალე ხო არ იქნებოდა? და ალეფზე რა მუხლებიც იწყებოდა პირველ 8 მუხლს ვამბობდი მე. ბეტაზე რაც იწყებოდა ამბობდა თქვა დავითი. გამელზე რაც დაიწყებოდა თქვა და ამბობდა გიგა და ამას თან ზეპირად სწავლობდნენ ამ ფსალმუნს, თან ამავდროულად სწავლობდნენ ანბანს და წერა-კითხვას. ამიტომაც ჰქონდათ გადულებული და ფსალმუნთა უმრავლესობა არის შედგენილი. ასე 8 მუხლებად მხოლოდ 118-ია. ძირითადად არის პირველი შეიძლება იწყოდეს ალეფზე, პირველი სტროფი, მეორე ბეტაზე, მესამე გამელზე და ასე შემდგომ ასე შეიძლება მიყვებოდეს. მაგრამ პოეზია არის კიდევ ერთხელ არა რითმული, როგორც თქვა ჩვენ შეიძლება გალაქტიონის ლექსი გვესმოდეს, არა ამ კუთხით, არამედ აზრობრივი რითმა არის. ეხლა რატომ კონკრეტულად ვუკითხავთ თუ გიფიქრიათ ამაზე 118 ფსალმუნს ჩვენ მიცვალებულებს. იმიტომ რომ 118 ფსალმუნი იყო გზის სიმღერა. იერუსალიმში მიმავალი სიმღერა. ამას ხომ ღეროდნენ ისინი, ინსტრუმენტებით ღეროდნენ მაშინ. გზაში შეიძლება ინსტრუმენტი არ გამოეყენებინათ, მაგრამ წართქმით გალობდნენ. ეს არის იერუსალიმში მიმავალი სიმღერა
და ჩვენ მიცვალებულებს სწორედ ამას უგალობებთ, რადგან ზეციურ იერუსალიმში ვაცილებთ. ასე რომ მე-17 კანონს ვინც უკითხავთ ხოლმე თქვენს მიცვალებულს, ვიცი აქედან ბევრი უკითხავს, მე მინდოდა რომ შინაარსით ცოდნოდათ მისი და ამიტომაც მოვყევ ეს ამბავი, თუმცა კი ფსალმუნების მნიშვნელობაზეც მინდოდა რომ მიმენიშნებინა, რომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ფსალმუნთა კითხვა. ასევე საცოდნელია ფსალმუნში მე გითხარით მაშინ რომ აი მე-18 კანონში 15 ფსალმუნია, რომელსაც თითოეულს აღსავალი ქვია. იმიტომ რომ ეს კიბეებზე იგალობებოდა. ანუ ტაძარში რომ მივიდოდნენ უკვე. მე-17 კანონი ხო გზაში იგალობეს. აი კიბის თითოეულ საფეხურზე შემდეგი 119 ფსალმუნია. შემდეგ საფეხურზე 120-ია. 133 ჭართლით ასე ავდიოდი და ეს იყო თითო საფეხურის გალო. ამიტომაც თითოეულ ფსალმუნს თავზე აწერია აღსავალი, ანუ 15 აღსავალი, 15 საფეხურიანი კიბე იყო იერუსალიმის ტაძარში. ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბები აქვს მოკლედ ფსალმუნებს ისტორიული, გარდა იმისა, რომ ძალიან სულიერია და ყველა ადამიანის რაღაცა განსაკუთრებულ, რაღაცა გასაჭირი აქვს, რაღაცა სიხარული აქვს, რაღაცა ბოროტი ებრძვის, რაღაცას აი მაგალითს მოგიყვანთ ეხლა რომ ჩვენ ეზოში გაჩნდა საჭიროება რომ მეორე ტაძარი უნდა აგვეშენებინა. მიზეზი ამისა იყო რომ აქ ეხლაც ამ წუთშიც მიცვალებულია დასვენებული და ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. ხო აგერ ვიკრიბებით, იმიტომ რომ ტაძარში ვერ დავსხდებით იქ პანაშვიდი მიმდინარეობს. გაჩნდა ამის საჭიროება რომ აშენებულიყო მეორე ტაძარი. არც ფული მქონდა, არც სპონსორი მყავდა, არც არქიტექტორი მყავდა, არც მშენებელი, არც მასალა და არაფერი. სამაგიეროდ მქონდა ფსალმუნი. ეს არის 126 ფსალმუნი, რომელიც იწყება ასე: თუ უფალი არ აშენებს სახლს, ცუდად შვრებიან მაშენებლები მისნებს. თუ უფალი არ იცავს ქალაქს, ცუდად ხმილავენ სახმელავნი მისნებს. ხმილავენ წინ არის ყარაულები. ანუ ტყვილა ყარაულობენ ქალაქს, თუ უფალი არ იცავს ამ ქალაქს, ამაზე საუბარი. აი ამ ფსალმუნის კითხვა დავიწყე. ეს ტაძარი მე მინდა გითხრათ, რომ აი აქედან გამომდინარე დავასკვენი, რომ იყო ღვთისნება, რადგანაც არ მომიძებნია, არც განცხადება გამიკეთებია, არც სპონსორი მიძებნია და არავინ. გამოჩნდნენ ბიჭები, რომლებმაც დააპროექტეს და მოვიდა ადამიანი და მითხრა, თავიდან ბოლომდე, განამარტო მშენებლობას, აი შიგნით რომ ბარძიმი და ფეშხუმი უნდა დავდო, იმასაც მევყიდულობო. აი ეს მისი შნაყიდია. აბსოლუტურად ყველაფერი. ამიტომაც ასეთი ძალა აქვს ფსალმუნს. ასე უნდა შეხედოთ თქვენ მას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აი მამაო რა ვქნა, იგივე შვილთან მიმართებაში წეღან რომ კითხეთ, თუ არ დადიან რა გავაკეთებ. ფსალმუნი და სახარება. იქ რაღაცა გასაჭირი გაქვს, ფსალმუნი და სახარება. სიხარული გაქვს, ფსალმუნი და სახარება. ეს აუცილებელია. მე რადგანაც ეხლა თან სამი კვირის მივდივარ და ცალ-ცალკე ვიქნებით ჩვენ და ერთ შეხვედრების საშუალება არ იქნება. ფსალმუნი და სახარების იმედით ვარ, რომ თქვენ გამოითხოვთ ღმერთისგან მშვიდობით დაუბრუნდეს და მშვიდობით გავაგრძელოთ ჩვენი შეხვედრები. ამინ.